ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემით ხართ დღეს მოსული. უნდა ვთქვათ, რომ თემურ ციკლაური 80 წლის გახდებოდა და 22 იანვარს გაიმართება არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელსაც ბატონი ბესო წაურუძღვება. უფრო საკონცერტო დარბაზში მუზა. კონცერტი, ალბათ კონცერტის ფორმატი ნაკლი ჯერ თემურ ციკლაურის სოუნისადმი მიჩნეული თემურ ციკლაური. აი ხო, აი ასე ზუსტად ეს უფრო კარგი ფორმული მართლა ჩემი წილი თემურ ციკლაური, იმიტომ რომ 22 იანვარს გახდებოდა კი არა და გახდება 80 წლის. კი ბატონო. და ნუ არ შეიძლებოდა რომ ეს თარიღი რაღაცნაირად მიუხედავად იმისა რომ მთელი წელი საიუბილეო წელი შეიძლება დაერქვას და მერე დიდი რაღაცების დაიგეგმება, უფრო გრანდიოზული მასშტაბებით, თავისუფალი დასწრებით, ასე ვთქვათ, არ ვიცი, დიდ თეატრებში, დიდ დარბაზებში. ახლა ასე გადავწყვიტეთ რომ აი ჩვენს ულამაზეს მუზას დარბაზში გავაკეთოთ ზედ დაბადების დღეს და გავიხსენო ის პირადად რატო დავარქვი ხა ჩემი წილი თემურ ციკლაური, იმიტომ რომ თქვენ მithuetes მოგეხსენებათ და მაყურებელმაც იცის რომ ყოველდღიურ ურთიერთობა ვქონა მე ამ ადამიანთან ბოლო 20 წლის განმავლობაში ლამის ხო და იმდენი რაღაცები გვაქვს ერთად გადატანილი, იმას ვერც ერთ დღეში მოყვები, ვერც 2 საათში და ვერც 10 წუთში. რაღაცა პატარა ვიდეოები მოვამზადე, ვიპოვე ძველი ჩვენი რაღაც ეგრეთ წოდებული პაპარაცული მაიმუნობებს რო ეძახიან. შენ ყველაზე კარგად მოგეხსენება და რაღაცები შევკრიბე და სევდიანი ღიმილნარები და პატარა სიურპრიზებით სავსე საღამოც. საღამო უფრო გამოვიდა ხო, ხსოვნაი როგორ არ მიყვარს იცი სართული ჩვენც გვაქვს პატარა ვიდეო. ამისთანა აი ასეთი თემურ ციკლაური აი ხო ხტები და ეს ყველაზე მინიმალური. ესა მოდი თავიდან გავიხსენოთ. არაერთხელ გექნება ეს მოყოლილი, რა თქმა უნდა, მაგრამ სად და როგორ დამეგობრდით თქვენ და ბატონი? ეხლა გეტყვი მე შენ მართლა ძალიან დიდი ხარ, როცა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დამოუკიდებელი გაზეთი კოქტეილი გამოვიდა 1993 წელს. დედა. ერთი წლის ვიყავი. 1900. ერთი. აი მართლა ხუმრობის გარეშე ვამბობ, იქ მეოთხე ნომერში გქონდა თემურის პირველი ინტერვიუ. და რო გადავხედე, ახლა ნახე და იქნება რა თქმა უნდა ეგ ინტერვიუ იმაში არქივიდან ამოვიდა. კოქტეილი მაშინ საერთოდ ამ ჟურნალიდან გავიგეთ რო არსებობდა. და ნუ აი იმ მაშინ გავიცან, თუმცა ასეთი ახლო მეგობრული ურთიერთობა უფრო 2002 წლიდან როცა უკვე შენ კი იცი მეგას დაჯილდოება შევიდა ასე ვთქვათ აზარჩი და ვინ თუ არა თემურ ციკლაური იყო ის კაცი ვისაც ეხებოდა ყველაზე მეტად ის ნომინაციები და როგორი მეგობარი იყო თემურ ციკლაური? ბიჭო რა თქმა კითხვა ახლა შენ იმიტომ რომ მაგაზე ბანალური პასუხი აუ მაგარი და აი რა ვერ მოვიფიქრებ ალბათ ჩემს სიტყვათა მარაგში იმ სიტყვას რაც შენ ახლა პასუხად დაგაკმაყოფილებს ან მაყურებელს როგორი და ერთგული და რაღაცები არა აი ყველაფერი ერთად ხო რაღაცა სიტყვა რომელიც ჯერ ალბათ არ არსებობს იცი რა ყველას ჭირის უფალი ყველას გვერდში მდგომი ჩემზე კი არა ყველას აი კადრები გადის აი ბიჭებსაც კი დედებს ხდებოდა მე დაღუპული გმირები აი ყველას მეგობარი იყო და ყველას თანაბრად უნაწილებდა სხვათა შორის ქიციც იწვოდა ქიცმაც ურიც გაბრაზებული თემურ ციკლაურიც მინახავს მე და კი ბატონო ხო და მihani იყო ხა ბოლო არის და ეს არ არის პრობლემა უბრალოდ აი ამ ყველაფრის სინთეზი იქნება აი სცენის მიღმა როგორი იყო? მე სცენაზე ყველა ვხედავდით როგორი იყო და აი დამესახმები ზურამ იცის როგორ ემზადებიან ხოლმე როგორ ემზადებით კულისებში და არ ვიცი რამდენჯერ შეგხვედრია რომ თემო ხო აი მოდუნებული თითქოს ყველა კულისებში ელოდება ყველა თავის რიგს და ხმის გავარჯიშება ხო იცი რაც არის და თემოს ხმის გავარჯიშება ხო წარმოგიდგენია ო დასწრება გამოფხიზდებოდა მთელი კულისები შემართული იყო ესე აი ყველანაირად მობილიზებული ეს პასუხისმგებლობის გზნობა ქონა ამ ადამიანს რითი დაწყებული იცი აი იყო ის კი ბატონო ჩაცმულობით ხო და რაღაც თმასი აღარსაო მაგის ის გასწორება იყო ხო მე ხოჭორს კადრები მაქვს იქ ამოღებული ბათუმი ქობულეთთან სადღაც რო დავდიოდით ხო მისი სოლო კონცერტებით ხო აი 1 საათი მინიმუმ ისდა მოსაწესრიგებლად და თმა ქონა საოცარ. მე ასევე ძალიან დაინტერესებს. აი რა დონის ისიც არ უნდა ყოფილიყო, აი კორპორატიულებს რო ეძახით, დაბადე უბრალოდ მეგობრების წრეში რომ მოდიოდა.
აი გამოწყებილი არ არსებობდა რომ აი რაღაცა როდესმე აი რაღაც წესებში არ ქონოდა. ძალიან პატივისცემდა ყველას ყველა სტუმარს, ყველა მეგობარს და თავის თავს უპირველეს ყოვლისა და იმ საქმეს რასაც აკეთებდა. 500 კაცის წინაშე როგორც მღეროდა, ისე მღეროდა 5 კაცი. კი, აი ზუსტად. იმიტომ მე ამის მომსწრე ვარ რა, მქონდა ჩვენ რაღაცა შემთხვევები, აი მე გავიხსენებ, მე ბათუმში მქონდა ესეთი შემთხვევა. აი ნახევარი ძალით დავარტყი პენალტი, არ არის სრული მობილიზება. ამოვაკლოთ, მოდი ხო ხედავ, დარბაზში ცოტა ხალხი იყო, მიზეზი ინგრეოდა მთელი ქალაქი და ვაფშე ის ხალხი საერთოდ რომ მოვიდა ის ხალხი, ის გაგვიკვირდა, მაგრამ კონცერტი არ რას ლაპარაკობო? ის 20 კაცი ვინც მოვიდაო, იმათ რა უთხრათო მერე. აი ზუსტად. როგორ ბილეთები გაიყიდა, მაგრამ აი ესეთი როგორც გარეთ ამინდი გვაქვს ახლა ჩვენ, ამაზე უარესი ამინდი იყო ბათუმში, რა ვიცი, მე შტორმი ინგრეოდა ყველაფერი. ზუსტად 2019 წლის აი ამ დღეს 20 იანვარს. 20 მე როგორი დღეს ის დავდე, მემორები დავდე და იმიტომ გამახსენდა ახლა 20 იანვარს 2019 წელს. აი რა. ხო და აი გამოვიდა ისე იმღერა, ხო არის რეპერტუარი, როცა სოლო კონცერტს აკეთებ, 20 სიმღერა 21 რაღაცა ხო და ერთი თემო ეხა მოვაკლოთ ყველა ყელს. არა, შენო ვის კადრებო, მაგრამ მოვაკლო ეს პატივსცემდა ადამიანებს და ზოგადად შინაგანი სამყარო როგორი იყო? თემო ძალიან ამოუცნობი ადამიანი იყო. მისი ამოხსნა ბოლომდე თავის კი ვერ ამოხსნა ბოლომდე ისე წავიდა. აი მე პირდაპირ გეუბნევით, იმიტომ რომ მისი უკანასკნელი ზარი, რის შემდეგაც მან ბესვახლავთ იშავ ტელეფონს და რომ გამოვა კლიმიდან რა ქვია, მოკლედ ხო დააძინეს ოპერაციის წინ და ნარკოზიდან ხო მეც მაგ დროს კლინიკაში ვიყავი ის გორში მე მაგ კოვიდის პერიოდს გეუბნევით თბილისში და ყოველწუთიერი კონტაქტი ქონა როგორც იმას არ დაურეკავს ჯვარი წერია მაგრამ იცი როგორ არის აი ისიც კი მიჭირს რომ წარსულზე ვილაპარაკო ეხლა თემოზე რა მისი ყველა მეგობარი ახლო მეგობრებს ესე ყველას ვერ უწოდებ მეგობარს გამიგოს უყველამ რა არ არის მეგობრობა სხვა რამეა კიდე სხვა ხარისხი არსებობს როგორც არსებობს ხო დოქტორის ხარისხი მეგობრობის ხარისხიც არსებობს და უმაღლესი ხარისხის და უმაღლესი პრობის ოქროს მეგობარი იყო თემურ ციკლაური და შინაგანი სამყარო არ ქონდა ყოველთვის ღიავას არ ქონდა იმიტომ რომ ადამიანებს არ ენდობოდა თვითონ მუგზარს აქ მოყოლი რამდენჯერ ავსულართო ღამე იმაში შვილის საფლავზე კოჯორში მარტო ღამე წარმოგიდგენია და ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი რომ ღამე ესე დაადო თავი წავხვიდე ძალიან ისეთი სამყარო ქონა თავი შეხედულებები ქონა რელიგიურად ხო საერთოდ უგანათლებულესი ადამიანი იყო მე ბატონო სტიქაროსანიც ხო ნუ ეგ ხო ლურჯ მონასტერში მისი და ანდრია და თავად ბოლო წლებში განსაკუთრებით ეგ ისეთ შემთხვევა მქონა ქუთაისში ქონა კონცერტი და ნუ დრო ქონა დილით გამოვიდეთ სასტუმრო საწავედით რა თქმა უნდა ბაგრატი ან გელათი და ნუ წავედით ბაგრატში იქ მაგან ჩაატარა ზურა იგალობა ჩოული ჯერ იმათმა რომ დაინახეს ხო წარმოგიდგენია ვიდეოებიც მაქვს ფოტოებიც და აი ჩაატარა რასაც ქვია მთელი მომლოცველები ვინც იყვნენ თუ ყველა ესე პირდაღე ეს კაცი ვინ არის თან ეცვა ვერთო რა საოცარია თეთრები ეცვა ვინ არის ვინ თქვა არა ტურისტები იყვნენ ვიღაცა ტურისტები ხო და თეთრები ეცვა და ეხლა რომ წარმოგიდგენია ხო არა სავსე იყო ტურისტები საფულის პერიოდი დაინტერესდა ხო და აი ესეთი თემა იყო რა მორგებული კარგი გაგებით ყველა სიტუაციას ეს რა არის ვიდეო ახსენე და ჩვენ გვაქვს შენ მიერ გამოგზავნილი კარგი ჩანაწერები რომლებიც თუ შეიძლება რომ ნახოთ თვითონ ბატონ თემური საუბრობს თამური ბატონ თემური აი იცი ყოველთვის ხმარობენ ამ სიტყვას მიყვარხარ იმიტომ ადვილად საქმელია და ალბათ ყველა იტევს ძალიან დიდ იდეას სიყვარულის გამოთქვა რომ მიყვარხარ მე ასეთი აზრი მაქვს რომ როგორც ივანეს აქვს ნათქვამი სიყვარული არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული და რას ნიშნავს მე ასე განსაზღვრი ყოველ მაპატიოს თუ არასწორად მაგრამ ჩემთვის ეს სწორია როგორც ღმერთი არის აუხსნელი მისი ვიცით ისე მაგრამ შეუგნებლად შინაგანად გულით გვესმის რომ ღმერთი არსებობს ასევე სიყვარულს ვერ განსაზღვრავ რომ იციან ხოლმე სიყვარული იცით რა არის ეს შეუძლებელია სიყვარულს ახსნა თუ რა გრძნობა იგი არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული ვერც ერთს ახსნი ვერც მეორეს მაგრამ ორივე
უზარმაზარი რამ არის, რაზეც დგას მთელი სამყარო. აი ამაზე მაგარი აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა სიტყვაში. სხვათა შორის ბოლო წელია ეს მისი სიცოცხლის პანდემიის დროს რო ჩავიკეტეთ, მაყურებელს ემახსოვრება, ჩვენ რა გავაკეთეთ, იცი, მისაქციელშია გადაღებული ეს მისაგარაგზე. სამ თვეში ერთხელ ცოცხალ ლაივ კონცერტებს ვაკეთებდი, ჩართავდი აი ტელეფონს, გავუშვებდი და ანონსებულს და 20,000 30,000 გიждდებოდა. ხო, ამ იცი რა იმართებოდა, როგორი სიძლიერე. მე კოვიდზე გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცას არ ვიცი ეს მე რო უსმენ, ხო ხდები მე იჭერ რაღაცებს, სიკვდილზე რო საუბრობს, როგორ საუბრობს იქ შეხვედრაზე თავში. აი ისეთ რაღაცებს ვიჭერ და ყველაფერი ამოვჭერი, გავაკეთე პატარა რაღაცებს და 22 ო, ძალიან საინტერესო იქნება. ხო, არა, მე თვითონაც რო და მე ხო იქვიჯექი კაცო მე ველაპარაკებოდი და იმხელა გამყურადღება არც კი მიმიქცევია, მაგრამ რო გარდაიცვლება ადამიანი, მე იჭერ რაღაცებს, თუ გაქვს ეს ჩანაწერი, თუ ჩვენი პლუსი ყველასი ალბათ ეს არის, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფრის აკრეფა შენახვა და ბევრი წლის მერე გადახარშვა და სხვანაირად ადამიანების დანახვა. და ალბათ ეს არის ზუსტად წაიწეღა რომ მკითხე მეგობრობის ის ხარისხი, რაზეც მე შეიძლება თამამად თქვა, რომ კი. და სხვათა შორის აი ეს სამაგალითო მისი აი პროფესიონალიზმი, ადამიანურობა, აი ყველაფერი ეს გაერთიანებული, აი პატივისცემა მაყურებლის და პატივისცემა თავის კოლეგების. რამხელა ძალის მატარებელი კაცი უნდა ყოფილიყო, რომ იმ ტრაგედიისას, რაც მას დაემართა, ხო? სცენაზე დადგა და იმღერა თელის რომ არ ჩაშალა კონცერტი, არ იმასქნა, არ გააწმილა მაყურებელი. ამის აი ეს ხო სამაგალითოდ მაყურებელს რო შევახსენოთ, ზურა საუბრობს გიორგის მისი ხილის გიორგის გარდაცვალების პერიოდზე 1993 წელს. ალბათ ხო როგორ შეცვლიდა შინაგანად ეხლა რამხელა ტრაგედიას ატარებდა, მაგრამ არასდროს თავს არ ხვევდა არავის. შემდეგ ხო თავის სიმიდგას ის კადრები მე ბავშვი ვიყავ 93 წელს ვიყავი 7 წლის თუ 8 წელს და როგორ მახსოვს როგორ მღეროდა და ის ტექსტი სხვათა შორის რა არგოსის იყო მაშინის პერიოდი რასაც მღერის თავის შვილს მოყოლილი აქ ექტემოს პატრიარქის დიდი დამსახურება პირდაპირ შემიძლია გითხრათ ეს ყველაფერი მისი დიდი დამსახურებით დაბრუნდა მაშინ სცენაზე თემო მithmetes მაგ დღეს, როცა 2500 კაცი ეხვეწებოდა, რომ არ გვინდა, არ იმღერო. ნება რა, გადავდოთ ეს. არა, არ გვინდა. აი, მთელი ფილარმონია ხო სავსე იყო, საკონცერტო დარბაზი 2500 კაცი იდგა და 15 წუთი ტაშს უკრავდა ფეხზე დამდა. მერთო. ეს არც არ ნიშნავს, თვითონ 15 წუთით გეხარ, მაგრამ დარბაზში როცა ხარ, კი იცი რასაც ნიშნავს. 15 წუთი რო გახარ და უკრავ ერთ სიმღერას და ამან ალბათ გადაარჩინა. ამან მიიყვანა იქამდე, სადამდეც მივიდა. აბა არა მართლა აი იშვიათად ესეთი ადამიანები რომ იბადებოდნენ და იზრდებოდნენ და თამჯრაბედნიერება რომ შენ ქონდა ცხოვრებაში საშუალება რომ შეხება ქონოდა ესეთ ადამიანებს შეხებაც ერთია რა მარტო ის არა შეხება რატო მე და მე უფრო იცი მის სიტყვებს გეტყვი კინა მაგარ რაღაც გიტა არასოდ აი ხო არიან ეხა ჩვენი რა შენი კოლეგები რამდენი რომ აუ არ გადაგვიღო და აი ნუ ბიჭო ერთხელაც კი არ უთქვამს არ გადავიღოთ აი რაღაც ხო შეიძლება უხერხული კადრი რაღაცას ჭამპამიდორს შამ რაღა ხო ხდება უხერხული კადრები რამდენი ქონი ხო სუფრაზე რო ხდებით ერთხელაც კი აუ ეს აი მე ისტორია იცოდა ბიჭო მაგან მაგის ფასი ისტორიის ფასი იცოდა და ყველაფერს ვიღებდა არაფერზე არ ამბობდა რომ აი არ გადავთუ დაჯღანული ვარ ვახ რას გავარ იქი თავის აუ რას საოცარი ის ქონდა თვით აუ რას ლაპარაკობ აი ეს გაბურძნული თმები რა იყო ბალიში ამიფეთქ და კაი გაუშ აი გადაუღდა თავის თავზე რა და ეს ისე კარგად გამოსდიოდა შენს გაცინებდა მეც არ ვიცი ტაქსის ზოლსაც კანკაზე რო ვასხავდით ბენზინს იმასაც აი ყველასთან იგივე ურთიერთობა ქონა რაც ჩემთან და შენთან ჩვენ ნუ ყოველდღე თუ ხედავთ დიდი და პატარასთან პატარას კლასიკური ეს ნიმუში კი ბატონო ჩვენ ახლა დროებით გავდივართ ხო რეკლამაზე დაუბრუნდებით ისევ საინტერესო რომ არ გაგიშვებთ შეიძლება რა თქმა უნდა დროებით მეგობრებო ნახოთ რეკლამა კი თემური ციკლაურის გახსენებით და კი ბატონო ბესო ესე იგი არ ვიცი მართლა ძალიან საინტერესო და ესეთი ემოციური საღამო ელოდება ჩვენს მაყურებელს ვინც არის 22 იანვარს ჩატარდება საკონცერტო დარბაზ მუზაში და ძალიან მნიშვნელოვანი საღამო იქნება ეს ყველას. ხო ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის ვინც იქ შევიკრიბებით ახლა ბევრი არ ვიქნებით მაგრამ
მართლა წეგან მეგობრობაზე რო საუბრობდით, ის წრე ვინც მოახერხებს ახლა შაბათია, სამუშაო დღეა, როგორ არის თოვლი მოვიდა. აბა. იცი რა მინდა ბესო რაღაცა კონკრეტული ეხა წეგან კიდე იხსენე რამდენიმე ისტორია და ამბავი და მინდა რომ კიდე აი რაღაც ესეთი ისტორიები რაც სულ გახსოვს. სულ მახსოვს და ეხლა თითქოს არც მახსოვს, არც მომიყოლია ხე ერთ ისეთი გამოსვლა. ხო, აი ეგეთი ამბები მინდა რომ ახსენა სიტყვა პასუხისმგებლობიანი ადამიანი მომღერალიც კი არა და ადამიანი ხო. თელავში გვაქვს კონცერტი, მისი სოლო კონცერტია დრამატულ თეატრში იმართება და ნუ ერთი დღით ადრე ჩავდიოდით ხოლმე ყოველთვის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ქონდა მე ვაწესრიგებდი, რაც ჩემი რეჟისურა ყველაფერი, რაც გამართულად რო ყოფილიყო და წავედით სასტუმროში საღამოთი, ვემზადებით მეორე დილის კონცერტისთვის. უცებ ბიჭო, შეხვდები თემურ ციკლაურის ხმის დაკარგვა, რას ნიშნავს? რას მე ეპიცები დაკარგა ხმატი, მაგრამ არაფერი არ გავგაი, просто უცებ დაკარგა ხმა. თელავში მეორე დღეს კონცერტია, დანიშნული 6 საათზე ყველა ბილეთი გაყიდულია და ну რა გინდა ხა რო ხანდა არო მე უფრო მეცნიერულობდი ვიდრე ის მაგრამ რაღაცებს ჩავატარებ მე ხო იციო მაინც ვიზაო ყველა ფონოგრამაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ეგ კონდა მაგაზე მოგიყვები ერთ ისტორიას მე კიდე დილით აი თაკო თუ დამიჯერებ ინათა თუ რა 7 საათი იყო მაგაკუნებს რომ გავედით სად გავედით კაცო დილის 7 საათი წავიდა აფთიაქში არ ვიცი რაღაცები იყიდა თავის ხელით ჩაიტარა პროცედურები კი ჯადოქარი ხატო რაღაც შეურია რაღაცები და ზუსტად 1 საათში მაგრამ მანამდე ხო გაიკეთა ეს პროცედურები სადაც ჩვენ ვიყავით სასტუმროში შუა თელავში ლამაზ სასტუმრო მარცხნივ არის პატარა ტაძარი პატარა არა ნუ ტაძარი და იმ ტაძარში წავედით დილით მოილოცეთ გამოვედით და 1 საათში როგორი ხმა დაუბრუნდა ამას გეუბნებით აი ყველაფერს ვიცავარ ერთ სიტყვას თუ თქო და მე თქვა კონცერტზე მე დავიწყე და მაგან განავრცო რომ ხო აი ეს იშვიათად მომდის ეგეთი რაღაცები გახსოვს ალბათ ოპერაციაც ქონა გაკეთდა ყველაფერი და ეთყობა პერიოდული გამოვლინება ქონდა ისე ჩაატარა 30 სიმღერა ისე იმღერა იქ თელავში რომ მე რომ თქვი სცენაზე რომ გამოვიდი რომ აი დილით კაც ხმა არ ქონდა მე თქვი და რა უფალს უყვარს მე გავედით სანთელი დაანთო და 30 სიმღერა არ დაიჯერა ხალხმა მაგრამ მე რომ მართალია ხალხო მართლა კი, აუ, კიდე გვინდა, ეს ოღონდ ერთი ვიდეო კიდე და თუ შეიძლება რომ გავიდეს კადრები, გთხოვთ. ახაც. აუ. ხანა ბოლოს ასე თქვი. ის სიტყვები აღარ ბოლოს იცი რა თქვა აქ ბოლოს ემოცია ხო ნახეთ ეხლა გაგვაჟოლა ყველა ხალხო რა გინდათ მოუკვდეო აი ეს ემოცია რომელიც სხვა სიტყვებში ვერ იპოვა ხო შენ ეხლა კადრებში კიდე იმდენი ბავშვი არ ჩანს რომ თუ არ ვწდები რომელიღაც სტუდიის იმაზე მივედი დილ და რა მომენტია იცი ზუგდიდში ქონა სოლო კონცერტი და მეგობარმა მთხოვა რომ აი გავიგეო რო თემ სასტუმრო და რაღაც სელფები იმაიმუნეთ ბიჭო ლიფტში გადავიღეთ მე თქვით ემო დავაყენე კაცა ჩვენი პირველი სელფი ლიფტში და ლიფტში ვიღებდით სურათ იმ სელფებს და ამ ყველაფერზე ყვებოდა ხოლმე მე რომ დევდით და ვიღაცამ დამირეკა მეგობარმა სტუდია ბავშვების თემაში რომ აიო იქ დავპატვიშო მე თემას უთხარ რაზე ლაპარაკე 6 საათამდე რა ვაკეთე წავედით და დილით აი ჩაუტარა კონცერტი და ამ ხელ ემოციას არ მოელოდა ნუ ეგონა ალბათ ჩვეულებრივად მეც ეგრე მეგონა იმას რა ეგონა მეც ეგრე მეგონა ამ ხელა დღესასწაული რა ხდა უცებ ბავშვე მაგერ ემოციურად დადეს კაცი და მე ვთქვა კიდეც ეგ კონცერტზე საღამოთი სხვათა შორის აი ამ კონცერტზე მოგიყვები ზუგდიდში რო ქონა ეს იყო ძალიან იშვიათი შემთხვევა როცა ჩვენ მოვახერხეთ და გალიდან 70 ადამიანი გადმოვიყვანეთ ხო მსმენელები აი
და ეხა პასუხისგებლობა უკვე კონცერტი ხო დამთავრდა, იქ მოკლედ გალში ესეთი თემაა, რომ რაღაც საათში უნდა მოასწრო, უკან გადასვლა, როცა ზუგდიდში გამოდიხარ, მოკლედ რაღაც ამბავია და ყველას ეხა იმათ გალელ ქართველებს უნდათ, რა თქმა უნდა, მათ შორის იყო 6 თუ 7 აფხაზი. ვინც გადმოვიდა მაშინ ამ ქართველებთან, ხო, აფხაზი ეროვნებით, ეთნიკურად აფხაზები და თემურ ციკლაური აფხაზისაც არის, ოსისაც არის, რუსისაც, უკრაინელს და ყველასია. დედამიწის მოქალაქე. და რა უთხარ თემო, ისო მე მოვიდე, იცი თო მე სურათს გადაღება გვინდაო ჩვენ იქიდან ჩამოვედით და კი დაელოდოთ მე თქვი და რაღაც აცმაც უნდა თურმე ყოფილა დროის თემა. და იცი თო აი კაი მაშინ გავალთო და ესეთი რამე არ რას ქვია გავალთ. თემო მე თქვი, აი ხა ეს ხალხი გველოდება, ყველაფერი მიატოვა. თემოს არ უყარდა ესე დატოვება, აი ბიუპიტრზე აიღებდა, ყველაფერი ჩაალაგებდა თავის და მე არ დააყარა, ყველაფერი გამოვიდა კულისებში, დახვდეს სათითაოდ გადაიღო ბიჭო, ვინც თხოვა იმ ხალხმა სურათები და ეს აფხაზები ვინც იყვნენ, ქალბატონები იყვნენ, ჩაეხუტნენ სათითაოდ გადაიღეს სელფები, გაუშვით და მე მივხედეთ იმას საქმეს რა. ანუ დარღვია თავისივე ის ადამიანის მოფერების და სიყვარულის გამო, მიდგომა რაღაც საკითხების. ეს არ ვიცი რა იყო? ჩვენი არწივი. არა, მართლა იყო მგელიც იყო და ლომიც იყო და ყველაფერი იყო ადამიანური თვალსაზრისით. აი მაგას კიდე ერთხელ გეუბნები ადამიანობას. მივდივართ სადღაც ფოთში, აი მახსოვს რა კონცერტზე. რა ქვია იმ თევს კაცო? კეფალი. საერთოდ იცოდა, ყველა ადგილი იცოდა, სად შეიძლება და სადაც დავოდა, და ყველაზე ბოდიში ჟარგონისთვის ზაბეგალოკა რაც შეიძლება იქ შევედით რა. მომოდიხარი გურეკის ტერიტორია ფოთამდე არის ბევრი. შევედით, კაც გაგიჟდა ეს კაცო, რომ ქალბატონი დაინახა თემურ ციკლაური შემოვიდა და ეუბნება ვაძლევთ შეკვეთას, შეულებრივად ის დატრიალდნენ არიან ერთ ამბავში, გააკეთეს უმაღლეს დონეზე და ბოლოს ყველაზე მაგარი სასაცილო მომენტი. გამოდის ორი ქალბატონი და ხოშე ბატონო ბესო თუ შეიძლება თქვენი ავტოგრაფიო და ესე გავხედე. მე მეუბნება, მე თქვენი ავტოგრაფი თუ შეიძლებაო და თემო მე თქვი არა თქვენი ავტოგრაფი თუ შეიძლება. მე ბიჭო შევხედე თემოს და წინადღე რაღაც გადაცემაში ვიყავი ახალი ნაჩხუბარი და ზუსტად ის მომენტი ხო თემო გაგინა ძმაო ჩემზე პოპულარული ხარ და არა იცი თუ მე თანო ჩუბინიძე ვარ და მიამაყებაო და ან ეს ნუ იმაზე აღარ არის საუბარი რომ თან ხარ გამოგვართვა და სხვა შორის რა მიდგომა ქონდა იცი თემოს ასეთი ადამიანების მიმართ ვინც ვისაც უნდა პატივი მიეცი საშუალება ყველა ადამიანს ვისაც სურს შენი პატივისცემა. აი ნუ გაიჯე გაშლიფთებს აუ არა არ გინა ჯიბეზე არა ის კომენტი უღირს ვიდრე თქვათ ის 20 ლარი იმას შენაც უნდა გადაუხადო გაიგე და ის სურათიც და მართალია ბიჭო როგორი მართალიც ადამიანს აძლევ საშუალებას პატივი ქცეს და სიყვარული გამოხატოს ეს ახლა რომელი 20 ლარი და 200 ლარი შეედრება ამას რომ ის გაძლევს აი ამ ყველაფერს და ძალიან ბევრი ქონდა ესეთი თემა ეს რა იყო ყველაზე მეტად რომელი თვისება გაკვირვებდათ მასში აი ეგ თვისება მაგ არ მისთვის არ არსებობდა რაღაც გრანდიოზული შენობები და არ არსებობდა ქოხი სადაც კუჭმაც შეგვიწავდნენ და გაგვიკეთებდნენ და იმას მოგვართმევდნენ არ არსებობდა ეგეთი ერთ-ერთი რესტორანი ხარ დავასახელებ ტრასაზე რომ მივიდოდით ხოლმე ამოჩემებული აი ესე სურათის გვაქვს გადაღებული სხვათაშორის ხდებოდით აი ხარება და გოგიასავით ვიყავით იმას დავდებდით სამფეხას კამებზე და მოიტანდნენ კუჭმაც ის ქონდა რაღაცა შენ იქ ვსადილობდით დიდი რესტორანი არ არის ხო პრობლემა შეხვალ რაგინა პატივისცემეყო არა აი მაინც აი ყველაზე უბრალო ადამიანებთან ურთიერთობის მაღალი ხარისი მისი დისკი რომელიც საჩუქრად ურიგდებოდა ადამიანებს და არ იყო გაყიდვაში 4 დისკიანის გააკეთა რა ქვია მას ალბომი და საწოლს ვასხავთ სადღაც აღარ მახსოვს გზაზე ნუ გაგიჟდნენ ბიჭები ახლა ვინც ასხავენ და ერთ-ერთი განსაკუთრებულად გამორჩეულიყო ხან იმას წაუღიღინებს ხო რაღაცა და მე ხა ხო მივხვდით რომ ჩაასხა გავავსეთ და აი ხა მე როგორ მიყვარ უხსნის სიყვარულს და მოდიო ეხლა მე შენ ისეთ რაღაცას გაჩუქებო რასაც ამოიღო და ეს დისკი რომელიც მე თვითონ არ მქონდა ამოიღო და ამ ბიჭს აჩუქა და ამ ბიჭის სახე არ დამავიწყდება თუ გესმის ეხლა ჩემი და თუ გახსოვს ეს შემთხვევა ვიყავით ქუთაისის გასასვლელში არის ერთი დიდი ბრენდის ეს და 2019 წელი იყო ზუსტად მახსოვს და ამ ბიჭის სახე იყო როგორ იცი როგორ მე ბატონო თემ გაფრინებული ხო იცი რა იყო
მე უყურებ ამ კაცს და ესე იგი ხო არაფერი თუ დისკია რა არის, მაგრამ არა, ეს უბრალოდ დისკი არის, 200 წელი იყოს უდაბეჭდილი და ვითომ აი ისეთი ადამიანებისთვის მისაცემი, სადღაც მივარ ტელევიზიაში, მიუტანიგდი, მას აჩუქებ დირექტ იქ ვიღაც, არა, ამოიღო და იმ ჩამსხმელ ბიჭს, რომელიც თვალებით უხსნიდა სიყვარულს, ამოიღო და აჩუქა ეს დისკი. თქოს არაფერი, მაგრამ რამხელა სიყვარული გამოხატა. იქით იმ ადამიანს. 100 მილიონი. ძალიან მაგარი კაცი იყო. დიდი მადლობა შენ რომ ვფიქრობ რომ ერთი გადაცემა არ ეყოფა. არც ერთი დღე და არც ბევრჯერ გავიხსენებთ კიდევ ბატონ, გავიხსენებთ კი არა, ვისაუბრებთ მასზე, მოდი ასე. არც დავივიწყებ, მოდი მე ესე ვიტყოდი. არ არსებობს მისი ახლა იმხელა ის შექმნა, ეპოქა შექმნა მართლა და იმხელა სიმდიდრე დატოვა თავის აი ჩანაწერებით, ვიდეო მასალებით, ფილმებში მონაწილეობით, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს სხვათაშორის პირველი ფილმი იყო, მე მგონი სინათლე ჩვენს ფანჯრებში. აი ფილმებზე კიდე ბელაფონტეს ისტორიები აქვს მონაყოლი, ახლა დრო არ გვაქვს. კი, არა, ამას განვაგზობთ აუცილებლად. და დიდი მადლობა მინდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ აი ესეთი წინსწრებით შევხვდით. გაიხარებ ეს. თემოს დაბადების დღე. მადლობა.